გამარჯობა, BMG TV-ზე წერტილის დრო, მე ვარ BMG-ის მთავარი რედაქტორი და ტელეპროექტ წერტილის ავტორი და წამყვანი ჟურნალისტი მთელარე გელანდია. წერტილის სტუმარი დღეს სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის დირექტორი პაატა ცაგარეიშვილია. თემა საქართველოს რკინიგზა, კერძოდ სარკინიგზო ინფრასტრუქტურის არსებული მდგომარეობა და რეფორმები, რომლებიც რკინიგზის ეფექტიანობას და შესაბამისად ქვეყნის ეკონომიკაში მის როლს და წონას გაზრდიდა. საინტერესო არა იციან სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის კვლევარებმა მთავრობის ეკონომიკური გუნდის და საქართველოს რკინიგზის განახლებული მენეჯმენტის მიმდინარე და გრძელვადიან გეგმებზე. სამწუხაროდ ისევე როგორც სხვა სახელმწიფო კომპანიები და ზოგადად სამინისტროები BMG-სთან თანამშრომლობით არც საქართველოს რკინიგზა გამოირჩევა, ამიტომ ჩვენი ინფორმაციის წყარო ძირითადად მხოლოდ ის განცხადებებია, რომელსაც პრემიერი ეკონომიკის მინისტრი ან საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი ლაშა აბაშიძე სხვადასხვა ღონისძიებაზე თუ მთავრობის სხდომებზე აკეთებენ პერიოდულად. და ასევე საქართველოს რკინიგზის წლიური ანგარიშგებები, თუმცა 2025 წლის საქმიანობის ანგარიში ჯერჯერობით არ გამოუქვეყნებიათ. რამდენიმე დღის წინ ჯერ პრემიერმა, შემდეგ კი ეკონომიკის მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა თქვა, რომ საქართველოს რკინიგზამ 2026-28 წლების განვითარების ამბიციური გეგმა შეიმუშავა. მოვითხოვეთ, მაგრამ როგორც ეკონომიკის სამინისტროში, ისე საქართველოს რკინიგზაში გვითხრეს, რომ დოკუმენტი საჯარო არაა. ამიტომ გვიწევს ისევ ზეპირ განცხადებებს დავეყრდნოთ. განცხადებების თანახმად კი საქართველოს მთავრობა 50-მდე ახალი ლოკომოტივის, 1500 ვაგონის, 10 ახალი სამგზავრო მატარებლის შეძენას აპირებს. დასახელებულია თანხაც 1 მილიარდი ლარის ინვესტირება საქართველოს რკინიგზის ინფრასტრუქტურაში მომდევნო წლებში. ეს კიდევ ერთხელ შეგვახსენა რამდენიმე კვირის წინ ეკონომიკის მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმაც. მისივე თქმით, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად მოხდება ახალი ლოკომოტივების შესყიდვა, თუმცა შესყიდვის პერიოდზე და არც დაფინანსების წყაროებზე დეტალურად მას არ უსაუბრია. BMG-ის ინფორმაციით მთავრობა საჭირო ფინანსური რესურსის მოძიებას მსოფლიო ბანკისგან და აზიის განვითარების ბანკისგან საკრედიტო ხაზის გახსნით აპირებს, მაგრამ ჯერჯერობით შეთანხმებები მიღწეული არაა. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით რკინიგზის სექტორის განვითარება ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად განისაზღვრა, რადგან ჩვენ მას ვუყურებთ როგორც ქვეყნის სატრანსპორტო და ლოგისტიკური სისტემის საკვანძო ელემენტს, განაცხადა თამარ იოსელიანმა რამდენიმე დღის წინ. როგორც უკვე აღნიშნე, საქართველოს რკინიგზის 2025 წლის ანგარიში ჯერ არ გამოქვეყნებულა, მაგრამ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით 701 მილიონი ლარის ეკონომიიდან, რომელსაც თურმე მთავრობა მიაღწია სახელმწიფო კომპანიებში ოპტიმიზაციის შედეგად, რკინიგზის წილი 280 მილიონი ლარი იყო. სამწუხაროდ უფრო დეტალური ინფორმაცია რის თუ ვის ხარჯზე დაიზოგა რკინიგზაში ამდენი მილიონი ლარი, არ ვიცით, იმედია წლიური ანგარიშიდან მაინც გავიგებთ მეტს. ახალი გენერალური დირექტორის პირობებში საქართველოს რკინიგზის საქმიანობის შედეგების შესახებ. სხვათა შორის 14 წელია უცვლელია საქართველოს რკინიგზის სამეთვალყურო საბჭოს თავმჯდომარე 2012 წლიდან ამ პოზიციას კოკა გუნცაძე იკავებს. რა როლი აქვს სამეთვალყურო საბჭოს სტრატეგიული ხედვის და გრძელვადიანი განვითარების გეგმის ჩამოყალიბებაში საქართველოს რკინიგზის ამ კითხვასაც დავსვამთ დღევანდელ ინტერვიუში. სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის დირექტორი პაატა ცაგარეიშვილი უკვე ჩვენთან არის სტუდიაში. საღამოშვიდობის ბატონო პაატა, ძალიან დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენი სტუმარი. მნიშვნელოვანია რომ დაინტერესდით. იმ საჯარო განცხადებებიდან გამომდინარე ბატონო პაატა, რაც გვესმის, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მომდევნო 3 წელიწადში რკინიგზის ინფრასტრუქტურაში 1 მილიარდი ლარის ინვესტირებას აპირებს მთავრობა. თუმცა განვითარების 20-28 წლების გეგმა საჯარო არა, ყოველ შემთხვევაში ჩვენ არ გაგვიზიარეს. თქვენ როგორც დარგის მკვლევარს, რა ინფორმაცია გაქვთ უფრო მეტი, რა წერია ამ გეგმაში, რომელიც რკინიგზის მენეჯმენტმა შეიმუშავა და ასევე მეინტერესებს თქვენი აზრი იმასთან დაკავშირებით, უნდა იყოს თუ არა ხელმისაწვდომი ეს დოკუმენტი როგორც ანალიტიკოსებისთვის, ისე პოტენციური ინვესტორებისთვის, კერძო სექტორისთვის, რომელთაც შეიძლება იფიქრებათ საქართველოს ტრანსპორტის დარგში ინვესტირება. რა თქმა უნდა, ხელმისაწვდომი უნდა იყოს, მით უმეტეს თუ ჩვენ დღესდღეობით საჯაროობის და გამჭვირვალეობის, ასე ვთქვათ, პროცედურებს ძალიან აქტიურად ვაანონსებთ. მაგრამ მე მიმაჩნია, რომ მიზეზი იმისა, თუ რატომ არ ჩანს ასპარეზზე და საჯაროდ ეს დოკუმენტი 2026-2028 წლის განვითარების, ასე ვთქვათ, სტრატეგია, მდგომარეობს შემდეგში, რომ ჩვენ მანამდე ქონდა რამდენიმე ესეთი მნიშვნელოვანი ტრანსპორტის დარგში დოკუმენტი, თუნდაც კირიკაშვილის პრემიერობის დროს 4-პუნქტიანი სივრცითი განვითარების გეგმა, ანდაც უფრო მეტი ხედვა 20-30. ხოთა შორს ახალს წერენ. ხო, მაგრამ ეს დოკუმენტი ისევ ძალაშია და მე მიმაჩნია, რომ აი
ოპოზიციური ნებისმიერი პარტია რომ ჩაუჯდეს თუნდაც აი ამ ხედვა 20-30-ს, ისეთ მასალას ამოწევს შეუსრულებელი დაპირებული პროექტების მიმართ, რომ ძალიან კარგად შეიძლება მან თავის საარჩევნო ან პირიქით თავისი ოპოზიციური აზრების გასაღვივებლად. ამიტომ მე ვთვლი, რომ ზუსტად აი ამ თვალსაზრისით, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ არ იყოს დისონანსი, თუ რატომ ვერ შესრულდა, რატომ ვერ მოხდა შესყიდვა, ან პერიოდი რამდენზე გაიწევდა პირობითად ვაგონების თუ ელმავლის პირობები ჯობია გადმომდინარე აქედან იყოს განაცხადი გაკეთებული, რომ ვაკეთებთ, მაგრამ მიდგომა ზუსტად იმაში მდგომარეობს, რომ აი ანალოგიური მიდგომა, რომ რევიზიული ამბები რთულად იყოს შესაძლებელი, ეს ჩემი სუბიექტიური აზრია, გამომდინარე აქედან ჯერჯერობით საჯაროდ არის ეს დოკუმენტი დატოვილი და აბსოლუტურად გეთანხმებით, რომ ნებისმიერი ინვესტორი, მით უმეტეს ისეთ კომპანიაში, რომელსაც Fitch-ის რეიტინგით შეიძლება ამაზე კი დავბრუნდეთ და დეტალურად ვისაუბროთ, BB- დონეზეა, რაც იმასზე მიუთითებს, რომ ეს კომპანია საინვესტიციო მიმზიდველი არ არის და ასეთ კომპანიაში თანხას არავინ არ ჩადებს, უცხოური ინვესტორი. აი ამ გადმოსახედიდან მე რომ მკითხოთ, ეს უნდა იყოს პირველ რიგში ეს დოკუმენტი უნდა იყოს გაცხადებული, უნდა იყოს შეჩადებული. შეფასების და მასზე მსჯელობის საშუალება. რა თქმა უნდა, შეფასება საექსპერტო დონეზე, რა თქმა უნდა, მაშინ უნდა იყოს ინვესტიციების მოძიების წყარო, გაწერილი უნდა იყოს შესრულების ვადები და ასე შემდეგ. ეს არის სტანდარტული სახის დოკუმენტი. კი ბატონო, აუცილებლად ვისაუბრებთ უფრო დეტალურადაც ის პარამეტრები, რითაც ზომავთ თქვენ დარგის ანალიტიკოსები ზოგადად საქართველოს რკინიგზის და ამა თუ იმ ტრანსპორტის კომპანიის, ასე ვთქვათ, ეფექტიანობას, მაგრამ იქამდე ასე ფართო სურათში მინდა შევხედოთ, რაც ახალი მენეჯმენტი ყავს საქართველოს რკინიგზას. გულისხმობ აღმასრულებელ ნაწილს, თუმცა სამეთვალყურო საბჭოზეც კითხავთ აუცილებლად. აი თქვენ რას ატყობთ, რა შეიცვალა ლაშა აბაშიძის ხელმძღვანელობის პირობებში? ან რა გჭირდებათ, რა სახის ინფორმაცია იმისთვის, რომ კვალიფიციური ანალიზი შეძლოთ? მოდით ასე ერთი დიდი რიცხვი, რაც დასაწყისში ვახსენე, ის არის, რომ სწორედ ახალი მენეჯმენტის შედეგად და ზოგადად ირაკლი კობახიძის მთავრობის პოლიტიკის შედეგად 701 მილიონი ლარი დაიზოგაო სახელმწიფო საწარმოებში და 280 მილიონი მოდის საქართველოს რკინიგზაზეო ეკონომია. თუმცა ეს ეკონომია თუ კორუფცია იყო და ხვრელები ამოისო, არ ვიცით და თქვენ რა ხედავთ? პირველი და მნიშვნელოვანი, რასაც მინდა ხაზი გაუსვა, ჩვენი ორგანიზაცია ყოველთვის ხაზს უსვამდა იმ გარემოებას, რომ ევროპაში და მსოფლიოში აპრობირებული მოდელი, რომ არავითარ შემთხვევაში მოძრავი შემადგენლობის, ელმავლების და მნიშვნელოვანი კაპიტალ დაბანდებითი სალიანდაგო სამუშაოების განხორციელება არ შეიძლება საქართველოს რკინიგზას დაავალო. ეს არის დაახლოებით ის, რომ ადამიანს ისეთი სიმძიმე დააწვეს, რომელსაც ის ვერ განახორციელებს. ამიტომ პირველი და დადებითი შეფასება, ამას ხაზი მინდა გაუსვა, რომ სახელმწიფომ აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც მილიარდიანი თანხის აკუმულირება ჯერ არ ჩანს საიდან, ეს შეიძლება იყოს დივიდენდი პლუს ბიუჯეტის თანხები, პლუს კიდე დონორების მიერ ჩადებული თანხები, მაგრამ მნიშვნელოვანია და ეს მინდა მენეჯმენტის დადებითად ჩაუთვალო, რომ სახელმწიფომ ეს გადატეხა და ანალოგიურად მაყურებლისთვის რო გასაგებად იყოს, როგორც საავტომობილო გზები შენდება და ხდება სახელმწიფო ამ შემთხვევაში არის უბრალოდ თანხის გამტარი და მონიტორის ჩამტარებელი სარკინიგზო მიმართულებაში მოძრავი შემადგენლობის და მნიშვნელოვანი სარკინიგზო უბნების განვითარება კაპიტალური შეკეთების ჩათვლით უნდა განახორციელოს სახელმწიფო. თუ ჩვენ ამას დროზე მოვწყდებით, ის თანხა, რომელიც გამოთავისუფლდება, ეს იქნება მიმართული გადაიარაღებისთვის, უშა პერსონალის ხელფასის გაზრდისთვის და ახალი ტექნოლოგიების დანერგვისათვის. ამიტომ ეს ხედვა ძალიან მნიშვნელოვანია. ახალი მენეჯმენტის დამსახურება მოდი ხედვა ჩავთვალოთ, რომ შეიძლება მენეჯმენტის, ასე ვთქვათ, წინანდებაც იყოს. მეორე და მნიშვნელოვანი, რასაც მინდა ხაზი გაუსვათ, ამასში თქვენს ეთერებზეც გვისაუბრია და რომლის გადატეხვის რაღაც, ასე ვთქვათ, სიმპტომები ჩანს, ეს არის შვილობილი კომპანიების გამოყვანა სატარიფო ველიდან, რომელიც დამატებით კონკურენტუნარიანობას მიანიჭებს
საქართველოზე გამავალ დერეფანს ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამის სიმპტომები ჩანს. მესამე მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ჩვენ ხედავთ ყველაზე რთულ უბნებში, აი მაგალითად პორტის და რკინიგზის ურთიერთდამოკიდებულების სფეროში გაჯანსაღებას, როდესაც აი ეს რგოლი როგორც სისტემის ერთიან ორგანიზმად მუშაობს. ესეც დადებითი მომენტია დარგის გაჯანსაღებისათვის. აქედან გამომდინარე ის ხედვა რომ აქცენტი კიდევ ერთი ნიუანსი რომ არა პირობითად რუსეთში ვაკეთებდით მუდმივად ელმავლების შეკეთებას და იქიდან მე შემდეგ ჩამოყვანას და აქცენტი აბსოლუტურად ახალ მიდგომებზე, ახალი ელმავლების შეძენაზე დავიწყეთ. ეს ძალიან დადებითი სიმპტომია და მოდით ეს ყველაფერი ახალი მენეჯმენტის, ასე ვთქვათ, დადებით ყუთში გადავდოთ და მას მიუთვალოთ. ამიტომ შევაფასებდი აი ასეთი ყუთი. მიუთვალოთ მილიარდიან ინვესტიციაზეც ჩაგეკითხებით, მაგრამ იქამდე მენეჯმენტის თემებს რომ აურჩეთ, სამეთვალყურო საბჭო ამ დრომდე ყოველ შემთხვევაში თავმჯდომარე არის უცვლელი, დასაწყისიც აღნიშნეთ 14 წელია კოკა გუნცაძე ამ პოსტზე. თქვენ სხვადასხვა კვლევებში აღნიშნავთ ხოლმე, რომ აი აქტივების არაეფექტური მართვა სწორედ სტრატეგიული ხედვის არარსებობის ბრალია. რა როლი აქვს სამეთვალყურო საბჭოს საქართველოს რკინიგზის განვითარების გეგმის შექმნაში? რა როლი უნდა ჰქონდეს? და რა არის პასუხისმგებლობა? შედარებით პასიურია თითქოს ეს სამეთვალყურეო საბჭო. თუ ასეც უნდა იყოს? არა, ასე არ უნდა იყოს ნამდვილად. როგორ უნდა იყოს? თუმცა სახელმწიფო კომპანიებში რაღაცნაირად სამეთვალყურეო საბჭოს წევრად დანიშნა ნიშნავს რაღაც ერთგვარ პენსიაზე გასვლას. მე ასე ვიდრე სამეთვალყურეო საბჭოს ასე ვთქვათ ფუნქციონირებს, სისტემურ ფუნქციონირებას შევაფასებდი, აუცილებელია ვისაუბრო და თუნებას მომცემთ რა ფაქტორებით უნდა განსაზღვროთ დიდი კომპანიის, მათ შორის საქართველოში ყველაზე მსხვილი კომპანიის, საქართველოს რკინიგზის ფუნქციონირება. მე მინდა გამსხვილებული ლაქების დონეზე ვისაუბრო და აი ამ მცირედი ანალიზის შემდეგ უფრო მარტივი იქნება სამეთვალყურეო საბჭოს ფუნქციების დადებით ან უარყოფით საკითხებზე საუბარი. მოდით დავიწყოთ იმით, რომ ბოლო 15 წლის განმავლობაში საქართველოს რკინიგზის ასე ვთქვათ დონე ფიჩი ეს არის საერთაშორისო სარეიტინგო ორგანიზაცია BB- დონეზეა. კი, მე გეთახმებით რომ სადღაც ნიველირებულია სახელმწიფოს მდგომარეობასთან მიმართებით. თორემ სახელმწიფო კომპანია თითქმის ერთი და იგივეა, მაგრამ BB- დონე ეს ამას ჯანკ ინვესტიციებსაც უწოდებენ. არა საინვესტიციო კატეგორია. დიახ, ანუ ნაგვის თუ სანაგვე ინვესტიციებს აქედან გამომდინარე, როდესაც ეფექტიანობის და ინვესტიციების მოზიდვაზეა საუბარი, ჯანკ ინვესტიციების პირობებში რთულია რაიმე დიდი ინვესტიციების ჩადება. აი ამ ჯანკ ინვესტიციების კვალდაკვალ მე მინდა ერთი ციფრიც მოვიშველიო, რომ საქართველოს აქტივი დღესდღეობით 2.6 მილიარდი ლარად არის შეფასებული რკინიგზის აქტივი კი გამომჭა და აი ამ 2.6 მილიარდში 1.6 არის პასუხისგებლობით დატვირთული აქტივები. ანუ ფიჩი ამას ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს, როდესაც თითქმის 60% ეს არის აქტივები, რომლებიც ასე ვთქვათ არარეალიზებულია. ეს არაეფექტურობაზე მიანიშნებს კომპანიის საქმიანობის. მეორე მნიშვნელოვანი პარამეტრი, რომელსაც თვითონ თქვენ რამდენჯერმე ახსენეთ აუდიტორული კომპანია, რომელიც წლიურ ანგარიშს ამზადებს, ეს არის რკინიგზის შემოსავალის წილი თლიან შიდა პროდუქტში. მარტივად რო ვთქვათ, აი რამდენი ლარი შემოვიდა და საერთო ყულაბაში, ქვეყნის ყულაბაში რა პროცენტული წილი ეკავა აი ამ მოცულობას. მინდა აღვნიშნო, რომ თუ 2011-2025 წლის აი ამ ანალიზს ჩავატარებთ, 2011-დან 2015 წლამდე წილი მთლიან მშპ-ში რკინიგზის შემოსავლის იყო სადღაც 2%. ეს ძალიან სოლიდური თანხაა. ამის შემდეგ უკვე 2015-დან 23 წლამდე იკლებს და თითქმის 1%-მდე ჩამოდის და უკვე 2024-25-ში უკვე 0.8%-ია. ანუ აი ამ ციფრების ასე ვთქვათ, წარმოსახვით შეიძლება ანალიზის დასკვნაც გავაკეთოთ, რომ საქართველოს რკინიგზის შემოსავალი
ნელ-ნელა პერიოდულად კლიანში და პროდუქტში კლებულობს, რაც ერთ-ერთი ინდიკატორია იმისა, რომ სამეთვალყურეო საბჭოს ეფექტიანობა არა დადებითად, არამედ უარყოფითად შევაფასოთ. მესამე ძალიან მნიშვნელოვანი რატომ მაქვე ჩაგეკითხებით ეს იმის ბრალია რომ წლიდან წლამდე ამ წლების განმავლობაში საქართველოს რკინიგზა ყოველწლიურად მისი ეფექტიანობა იკლებდა თუ შეიძლება ეკონომიკის სხვა დარგები იზრდებოდნენ უფრო სწრაფად და ეს ვერ დაეწია ალბათ არა მეჭვება რომ სხვა დარგები იზრდებოდეს იმიტომ რომ ამის სტატისტიკაც არსებობს და ამას მოდით ცოტა სამეთვალყურეო საბჭოს როლი კიდევ უფრო რომ დავაკონკრეტოთ ზოგადად კომპანიებში მე რამდენადაც მესმის მის აღმასრულებელ რგოლს ერთგვარად მეთვალყურეობს და მის საქმიანობას აფასებს. მეთვალყურე, რომელიც სტრატეგიული გადაწყვეტილებაში იღებს მონაწილეობას. მართალი გითხრათ, გავეცანით ჩვენ რამდენიმე, თუნდაც მეზობელი ქვეყნების, ბალტიისპირეთის და უფრო მეტიც იაპონიის სამეთვალყურეო საბჭოს ფუნქციონირებას და არ დაგიმალავთ, რომ ის პირები, რომლებიც ამთავრებენ სამსახურს და პენსიაში გადიან, იაპონიაში ისინი შემდეგ ნომინირებული არიან სამეთვალყურეო საბჭოსი და ვერანაირ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს დირექტორთა საბჭო სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილების გარეშე და გარკვეულწილად ჩვენ ხედავთ რომ საქართველოში სამეთვალყურეო საბჭოში ნომინირებული პიროვნებები რაღაც პარტიული რაღაც ინსინუაციებით არიან თავის დროზე მოსული და გარკვეულწილად ისინი არ იღებენ არანაირ სტრატეგიულ გადაწყვეტილებაში ეს იქნება ახალი ლიანდაგების ახალი რკინიგზის უბნების განვითარება საქართველოს რკინიგზაზე აი კახეთის განვითარება არა აქვს ეს ფუნქცია და დასაგებია ის არის სტრატეგიული გადაწყვეტილების კონტროლი უნდა განახორციელოს სამეთვალყურეო დღეს მე მაგალითად როგორც ინტენსიურად ჩართული აი ამ თუნდაც სატრანსპორტო პროცესებში და რკინიგზის ასე ვთქვათ მე განათლებითაც რკინიგზელი გახლავართ შესაბამისად მე არ მინახავს ბოლო 10 წელიწადს ყოველ შემთხვევაში სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელის არც პოზიტიური არც უარყოფითი გამოსვლა, არც დადებითი გამოსვლა და უფრო მეტიც არც მინახია რამე სტრატეგიული ხედვის, ასე ვთქვათ, წარმოსახვა. უბრალოდ ამდენჯერმე შემიჩნევია, რომ საპატიო რკინიგზელის დაჯილდოებაზე რაღაც თავისი ნომინაციას აკეთებს. პენსიაზე კოკა გუნცაძე საქართველოს რკინიგზაში? მე ხა პირადულად არ მინდა ვთქვა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ის რომ სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავება და სამეთვალყურეო საბჭო უნდა იყოს დირექტორთა საბჭოს აი კონტრდამოკიდებულებაში გადაწყვეტილების მიღებაში ეს ცნობილია და თვითონ არ ვახსენებ ბალტიისპირეთის ქვეყნების გამოცდილება რომ სამეთვალყურეო საბჭოში თუ რომელიმე ახალგაზრდა პიროვნება დიდი კომპანიის არ აქვს მნიშვნელობა შეიძლება იყოს კავშირი გამომლობის და ასე შემდეგ ძალიან წინ წაიწევს იმას იმ წუთშია ყველაზე დიდი კომპანიის რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭოში გადაყავთ და პირობითად რაიმე პარტიული რაღაც ასეთი დამოკიდებულებით. ამიტომ ეს თემა რომ დავხუროთ და მე კიდე ერთ კომპონენტი მინდოდა მე თქვა რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ეს არის ეფექტიანობის შეფასება საქართველოს რკინიგზაზე მე არა მარტო სამეთვალყურეო საბჭოს ვაფასებ არამედ დირექტორთა საბჭოსაც ვაფასებ იმიტომ რომ დღესდღეობით ეს ერთი ორგანოა და ამიტომ როდესაც რკინიგზის შეფასებაზეა საუბარი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არის ეფექტიანობის გამსაზღვრელი EBITDA ეს ცნობილი პარამეტრია, რომელიც უფრო გადაზიდვების პროცესს აფასებს, რამდენად ეფექტიანია. მოდით ისევ იმ დიაპაზონს შევიჩემ 2011-2025 წელი, 2011-დან 2015-მდე EBITDA-ს მაჩვენებელი 40-50%-ის პარგლებში იყო. ეს არის დადებითი მაჩვენებელი, ძალიან მაღალი მაჩვენებელი. უკვე 2015-დან 2022-მდე დაიწყო EBITDA ნელ-ნელა შემცირება და თითქმის 40%-მდე ჩამოვიდა. ამის შემდეგ უკვე კიდევ ვარდება 2023-24-30% და 2025 წელს EBITDA-ს მაჩვენებელი 26%-ზე ჩამოვიდა. ანუ ფაქტიურად განახევდა EBITDA-ს მაჩვენებელი. ანუ რკინიგზამ შეიძლება ერთის შეხედვით შეიძლება ფინანსური მაჩვენებელი 633 მილიონზეა საუბარო შემოსავალი იყო, მაგრამ მისი ეფექტიანობაა დაბალი. ამიტომაც ეს კომპონენტი მნიშვნელოვანია. აი ამ სამი კომპონენტით, რომელიც მე ჩამოვთვალე, ეს არის კლიანში და პროდუქტში შემოდინება, ფიჩის განზომილება, EBITDA-ის განზომილება, ეს არის ნებისმიერი უცხოური ინვესტორისთვის
პირველი ასე ვთქვათ ინდიკატორი, რომლის საფუძველზეც ის მიიღებს გადაწყვეტილებას. აი ამ ინდიკატორებით რომ შევაჯამოთ ჩვენი საუბარი და დღევანდელი მდგომარეობა საქართველოს რკინიგზის, რამდენად მიმზიდველია ჩვენი სახელმწიფო კომპანია პოტენციური ინვესტორებისთვის და აქვე კითხავთ აი ის 1 მილიარდი ლარი, რომელიც ჩვენი ვარაუდით, რადგან გეგმა თვალით არ გვინახავს, შეგვიძლია ვივარაუდოთ, შემდეგი 3 წელი ჩაიდება საქართველოს რკინიგზის ინფრასტრუქტურის განვითარებაში, რას შეცვლის კომპანიის ფინანსური გაჯანსაღების მიმართულებით, როგორც და შემოსავლების ზრდის, ისე ის ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორი, რაც არის, რომ წილით გაიზარდოს ეკონომიკაში რკინიგზის შესაბამისად სატრანსპორტო დარგის მის გაზრდაში. მე გულახდილად აღნიშნავ და ხაზს გაუსვამ, რომ დღევანდელი მდგომარეობით საქართველოს რკინიგზას არავინ არ შეიძებს, მხოლოდ ჩრდილოელი მეზობელი თუ თავისი პოლიტიკური ზრახვებიდან გამომდინარე იქიდან, რომ სამგზავრო გადაყვანები ჩვენთან აბსოლუტურად დაბლა მიდის, მხოლოდ 2025 წელს 2024 წელთან შედარებით 17%-ით შემცირდა სამგზავრო გადაყვანების მოცულობები, აქცენტი ვიდრე ეს დაანონსდებოდა 1 მილიარდიანი, ასე ვთქვათ, ინექცია, საუბარი იყო, რომ 2010 წელს შეძენილი 5 ჩინური მატარებლის ცუდი არ არის, რა თქმა უნდა, კარგია აღდგენაზე, მაგრამ იმ ვითარებაში, როდესაც ერთ მაგალითს მოვიყვან და ძალიან თვალნათლივი იქნება მაყურებლისთვის, რომ აი ყველაზე ჩამორჩენილმა ქვეყანამ, რომელიც არის ჩვენთან მიმართებით ბულგარეთი, მიიღო ისეთი გადაწყვეტილება, რომ 9 მილიარდი ევროს 25 მატარებელი უფასოდ შემოიყვანა ევროკავშირის დახმარებით, იმის სანაცვლოდ, რომ თავისუფალ კონკურენციას დაუშვებდა ისეთ მიმართულებაზე, როგორც არის ვარნა, კონსტანცის მიმართულება, ბოდიში ვარნის და ბურგასის მიმართულების, ყველაზე მომგებიან მიმართულებაზე. ანუ ეს გადაწყვეტილება მიიღო ბულგარეთის რკინიგზამ, რომ კონკურენცია გაეზარდა და ჩვენ აქცენტს ვიღებთ 5 მოძველებული ჩინური მატარებლის ისევ აღდგენა განახლებაზე. ჩვენ იმასაც კი შევესწარეთ, აი პრაქტიკულ მდგომარეობაში, როდესაც რამდენიმე თვის უკან ზამთარი ძალიან აქტიური იყო, რამდენიმე მატარებელი გააჩერეს იმის გამო, რომ აპრიორი იცოდნენ, რომ ხაზზე შესაძლებელია ეს მატარებლები ისედაც გაჩერებული იყო. ამიტომ სამგზავრო გადაყვანები არის ძალიან ყურადღებსაღები და თუ ნახევარი წუთი თუ მომცემ საშუალებით ჩაღმავდები, მნიშვნელოვანია და ზუსტად ამას სამეთვალყურო საბჭოს გადაწყვეტილებების სისტემური გადაწყვეტილება ამას უკავშირდება, რამდენად უკან ვიმყოფებით დღესდღეობით ადგილობრივი გადაზიდვების თვალსაზრისით. აი ციფრს მოვიხმარ 2025 წელს ბოლო 15 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი იყო ადგილობრივი, გვესმით ხო, ხაშური ზესტაფონი, აი სატვირთო გადაყვანი თითქმის 3-ჯერ შემცირდა. ანუ ფაქტიურად ის განშტოებები, რომელიც საქართველოს რკინიგზას აქვს და არადა 10 განშტოება აქვს დღეს ფუნქციონირებადი, არის არაეფექტიანი, რომელიც ამძიმებს. ხოდა მიზეზი რა არის ამ არაეფექტიანობის? ჯვირია, არაეფექტიანი პირველი ამას განაპირობებს ის, რომ ეს არის დიდი ხნით გადაცილებული შეკეთებები, რომლებიც არ ხორციელდება. შედეგად ვაგონი, რომელმაც პირობითად უნდა იმოძრაოს 40-50 კილომეტრით, 10-15 კილომეტრით მოძრაობს და არც ერთი თვითმფრობელი არ აიღებს ასეთ გადაზიდვაში, როდესაც ასეთი მოძველებული ვაგონი მეორე ღერძზე მოსული დატვირთვა, მესამე ნიადაგიდან გამომდინარე და აქედან გამომდინარე ეს არის წამგებიანი მიმართულება. აქედან ჩვენ გვაქვს მე ზემოთაც ვახსენე, რომ კახეთის მიმართულება, რატომ არ შეიძლება თუ ჩვენ ახალქალაქის მიმართულებაზეა საუბარი, არ ვიცი, ის არის განპირობებული ბორჯომის მიმართულებით, კიდე კუკუშკის აღდგენა დადებითია, რა თქმა უნდა, მაგრამ აგერ ჩვენ ასეთი მიმართულება გვაქვს, კახეთის მიმართულება, რომელიც ტურისტულად მნიშვნელოვანია და ვერ გაივლით ამ მიმართულებაზე, სულ ხრეში დატვირთული სატვირთო ავტომობილები მოძრაობენ. ამიტომ ზუსტად ეს არის სამეთვალყურო საბჭოს ფუნქცია, რომ სისტემურად მიუდგეს თუნდაც ამ განშტოებების საკითხს, რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს სახელმწიფომ ამ განშტოებებთან დაკავშირებით. აი რამდენიმე პარამეტრით მე შევეცადე დამეხასიათებინა საქართველოს რკინიგზის. საინტერესო იყო ნამდვილად ბატონო პაატა, ზოგადად მინდა აღვნიშნო, რომ თქვენი კვლევის ცენტრი
ძალიან აქტიურია დიდი მიმართულებით და მადლობა. BMG როგორც წყაროს ხშირად იყენებს ხოლმე. თვითონ მთავრობა და გულისხმობ ამ შემთხვევაში ეკონომიკის სამინისტროს ყავს ტრანსპორტის კურატორი მოადგილე, რამდენადაც ხვდები თამარ იოსელიანი არის ამ მიმართულებით აქტიური, საქართველოს რკინიგზის მენეჯმენტი განახლებული, რამდენად აქტიურები არიან იგივე თქვენნაირ კვლევით ორგანიზაციებთან კომუნიკაციის ნაწილში, ან აი ბოლო პერიოდში ყოფილა სამწუხაროდ ძირითადად ღონისძიებები, რაც იმართება ცოტა, მაგრამ ისიც მედიისთვის დახურულია საქართველოში და შეიძლება მე არ ვფლობ ინფორმაციას, რომ აი ვაპირებთ 1 მილიარდის განხორციელებას, ან მარიამ ქრუიშვილს წინა წელს აქვს ნათქვამი, რომ 2032 წლამდე მთლიანად სატრანსპორტო ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურაში 7 მილიარდი დოლარის ინვესტირებას ვაპირებთ აი აქ და აქ. აი უკითხავთ აზრი ან ტრანსპორტის სფეროში ბიზნესებს რამდენად ხშირად ხვდებიან, იმიტომ რომ ერთია რა იცის ბიუროკრატმა, თუნდაც ძალიან კარგად გამოცდილმა, კარგი განათლების მქონემ, მაგრამ მეორე არის პრაქტიკაში ბიზნეს რა გამოწვევები აქვს, რა გახდიდა ჩვენს შუა დერეფანს კიდევ უფრო მიმზიდველს, ხო, სარკინიგზო ხაზიც ერთ-ერთი მთავარი ხერხემალია ასე თქვა. ცოტა მიჭის ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა, მაგრამ შევეცდები. აქ თუ არა კომუნიკაცია. მოდით ასე ვთქვათ, ყველამ უნდა დაიმახსოვროს და ყველამ უნდა იცოდეს, რომ როდის მოვა პერიოდი, როდესაც ის მინისტრი იქნება თუ მინისტრის მოადგილე, აღმოჩნდება აი ესეთი საკონსალტინგო თუ საკონსულტაციო მაგიდის ირგვლივ და მას მოუწევს ანალოგიური და თქვენ გონიათ მე არ ვიყავი სახელმწიფო ჩინოვნიკი და ანალოგიურ მდგომარეობაში არ ვიყავი ეს ცხოვრების დინება ასეთი მაგრამ დაუბრუნდები თქვენ შეკითხვას რა თქმა უნდა არანაირი კომუნიკაცია არ არსებობს ჩვენ ვცდილობთ ჩვენი დასკვნები გავაკეთოთ ძალიან კარგი იქნება აი ამ მიმართულებით ჩვენი აზრის გაზიარება. მე მაგალითად რამდენიმე მომენტს აღნიშნავდა თქვენთვის როდესაც დაინახავთ, რომ აი მაგალითად ხშირად არის რომ 7 ჯერ გაიზარდა შუა დერეფნით გადაზიდვების პრემიერ-მინისტრს გაკეთებული ეს განცხადება. არანაირი 7 ჯერ არ გაზრდილა. 1.5 გაიზარდა პირობითად შუა დერეფნით თვითნაკადის ასე თუ ზრდა. ალბათ ვიღაცა ჩვენ მონაკვეთზე პირობითად და არანაირი 7 ხო აქედან გამომდინარე რახან რადგან პრემიერმა თქვა ყველა დეპუტატის იმეორებს მიუხედავად იმისა რომ მე მესმის რომ დილეტანტური ცოდნა აქვს ამ მიმართულებით ანდაც არის ისეთი მიმართულებები სადაც აი ხშირად არის საუბარი რომ ზანგეზურის დერეფანი და შუა დერეფანი ესენი ერთმანეთის ასე ვთქვათ არა კონკურენტები არიან არა შემავსებლები არიან და ძალიან მნიშვნელოვანია რომ სახელმწიფომ შეიძლება ჩვენი არ ჯერავდეს და მე დარწმუნებული ვარ რომ წაართმევს თვითნაკადს დათვლილიც აქვს რამდენს წაიღებს კონკრეტულად რა ტვირთის სახეობას მაგრამ მოდით აპრიორი ეს კვლევა ჩაატაროს სახელმწიფომ წაართმევს თუ დაამატებს რა ტვირთს წაიღებს როგორ გადაერთობა ეს ტვირთი ჩვენ დიდი სიამოვნებით ჩავერთობოდით და ამაზე ჩვენ იმას მივცემთ ჩვენი იწურება 2 წუთი დაგვრჩა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის სრულად ამოქმედებაზე რომ ეს ძალიან აუცილებელია სხვადასხვა ბოლო პერიოდის ანალიტიკურ თქვენ კვლევებში ხშირად უსვამთ ამ ფაქტს ხას. ხომ არ ფლობთ ინფორმაციას? მე ისე BMG-ის ციფრულ არქივს რომ გადავხედე, შარშან წლის ბოლოსკენ საუბრობდა მარიამ ქრუიშვილი რომ აი მალე ამოქმედდება და ესეც ასე ვთქვათ გააძლიერებს ჩვენს ჰაბობასო. რა სჭირს ოფიციალურად 2017 წელს გაიხსნა? და არის ამ დრომდე სატესტო რეჟიმში. ჩვენი ბრალია რა მონაკვეთზე არის პრობლემა? ქართულ მხარეს რა შეუძლია? რა ინფორმაციას ფლობთ თქვენ? ბაქო-თბილისი ყარზე როცა საუბარი, აქ არის მარაბ და კარწახის უბანი და პლუს კიდე ის უბანი, რომელიც 160 კილომეტრია რუსთავიდან ეს ამან განიცადა რეკონსტრუქცია, ის ახალი აშენდა. მაგრამ ნახეთ, ვიდრე აი კონკრეტულად მივცემ პასუხს კი ვიტყვი აი დღეს უბრალოდ გამოჩნდა ასეთი ინფორმაცია ჩვენ ამას გავეცანი და ანალიზის გავაკეთე რომ 1,200,000 ტონა ტვირთი რომელსაც უზბეკეთი აგზავნიდა ირანის მიმართულებით უზბეკეთმა მიიღო გადაწყვეტილება შეცვალოს მარშრუტი და უნდა რომ შეირჩიოს შუა დერეფანი არადა უზბეკური ტვირთის მიზიდულობა არის თურქეთში. თურქეთისთვის ყველაზე მიმზიდველი არის ბაქო-თბილისი-ყარსის მარშრუტი. აქედან გამომდინარე, თუ არ მოხდა დასრულება და აქ არის
დარჩენილი ბოლო ფაზა იქ სასიგნალო სისტემა, მოსაგვარებელი, იმიტომ რომ მატარებლებმა უნდა გვერდის ავლით თავისუფლად იარონ. თუ არ მოხდა ენერგომომარაგების სისტემების აღდგენა, თუ არ მოხდა გადასატვირთი კომპლექსის ბოლომდე ექსპლუატაციაში შეყვანა, მანამდე რთულია რაიმე ნაწილი არის ჩვენი მონაკვეთია დაუსრულებელი და რატო ვერ ვასრულებთ? აი რა არის? ალბათ იმავე მიზეზით რომ რითიც პირობითად საავტომობილო გზები რომელიც უნდა აშენებულიყო 20 წელს შემდეგ 22, 25, 26 და ესეთი ანუ მენეჯმენტს არ აქვს მესე ვიტყოდი გამოცდილება ფინანსურად ტევადი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებით. წერტილი რას დაუსვათ ამ ქვეყანაში? ჩემი მე ტრადიციული კითხვა. ვიცი რომ ტრადიციული კითხვა, ამიტომ მოვემზადე მართალი გიხდეთ, აი აკაც ვახსენე და აუცილებლად დილეტანტების და პოლიტიკოსების ჩარევა იმ საკითხებში და შვიდჯერ გაზრდილი თვითნაკადი და ასე შემდეგ, აი ამას უნდა დაესვას წერტილი. სპეციალისტებმა უნდა მიხედონ იმ საქმეს, კვლევა იქნება თუ აი ესეთი ობიექტების მართვა. მეტი კომპეტენცია მოიტანს მეტ ეფექტიანობას. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო აქცენტებისთვის. წერტილი დღეს ამით დასრულებულია. ჩვენს კითხვებს პასუხობდა საქართველოს სწორედ სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის დირექტორი პაატა ცაგარეიშვილი. მე ხვალამდე გემშვიდობებით.